მუშაობას განაგრძობს Real TV საინფორმაციო სამსახური. თქვენ უყურებთ დღის ამბებს 16 საათზე ცრუ განგაში პუშკინის სკვერში დედაქალაქის მთავარ მოედანზე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ალექსანდრე პუშკინის ბიუსთან საეჭვო ადიდასის ჩანთა აღმოაჩინეს. ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე წუთით გადაიკეტა. განაღვიძი სამუშაოების შემდეგ ჩანთაში საკობი პროდუქტები აღმოჩნდა. თავისუფლების მოედანზე მოძრაობა რამდენიმე წუთში აღდგა. ზაროვდი 87 ავტობუსით და რომ ჩამოვედი თავისუფლების მოედანზე, თქვენს რომ არ შეიძლება ჩასვლა არც ფეხით და არც ავტობუსით ბარათაშვილის ქუჩაზე. თქვენს რომ არის ბომბი და მუშაობენ გამნაღველნები. საარჩევნო პერიოდში საკაბელო კომპანიების მიერ სატელევიზიო არხების ტრანზიტის ვალდებულება ყველა არჩევნებთან მიმართებაში იმოქმედებს. წინა საარჩევნოდ ყველა საკაბელო პაკეტში ყველა მაუწყებლის ჩართვის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გუშინ გააშხერა. საკანონმდებლო ინიციატივას ინიცირება კი პარლამენტში მომავალ კვირას იქნება. მომავალ კვირასვე დაიწყება შესაბამისი კანონპროექტის განხილვის პროცედურაც. ეს კეთდება სწორედ იმიტომ, რომ ყველა პარტიას ჰქონდეს ხალხამდე ხმის მიწვდენის საშუალება და მოსახლეობას ჰქონდეს ყველას მოსმენის საშუალება. სწორედ ამ პრეცედენტიდან და ამ პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პერიოდში დაწესდეს განსხვავებული რეჟიმი და ის, რასაც სახელმწიფო არ აკეთებს სხვა პერიოდში. ანუ არ ერევა კერძო სუბიექტების კომერციულ ურთიერთობაში, საარჩევნო პერიოდში დარეგულირდეს განსხვავებულად, სახელმწიფო ჩაერთოს და დაავალდებულოს, როგორც კაბელები, ასევე სატელევიზიო არხები, რომ ამ პერიოდში მათ მიაღწიონ სავალდებულო შეთანხმებას და ამ სავალდებულო შეთანხმების ამოცანა და მიზანი გახლავთ ის, რომ საზოგადოებამ მიიღოს მეტი ინფორმაცია. საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის CERN-ის გენერალური დირექტორი პროფესორი როლფ ჰოიერი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე ბირთვული კვლევების ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დეტალები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში CERN-ის გენერალური დირექტორი შეხვედრებს მეცნიერებთან, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებთან, სტუდენტებთან და საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლის მოსწავლეებთან მართავს. მეცნიერება არის ჩვენი პრიორიტეტი და თანამედროვე მეცნიერების განვითარება შეუძლებელია თუ არ იქნება ინტენსიური კონტაქტები უცხოეთთან. ამ თვალსაზრისით CERN-ი არის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო ცენტრი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოში მეცნიერების განვითარებაზე ვიმსჯელეთ, გავეცანით მიმდინარე რეფორმებს. საქართველოს შეიძლება იყოს არა მხოლოდ რეგიონული ცენტრი ეკონომიკის ასპექტში, არამედ უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროშიც. ძალიან მოგწონს ის წარმატება, რასაც საქართველო მიაღწია. რამდენიმე საათში ბექა ზარდიაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ნიუ-იორკის მართლმადიდებლურ ტაძარში გადაიხდიან ამერიკული მედია საშუალებები ბექა ზარდიაშვილის მკვლელის ფოტო და ვიდეო მასალას ავრცელებენ. 23 წლის ქართველის მკვლელობისათვის პოლიციამ იამაიკელის ზამან ლოუსონი დააკავა. მოკლულ ბექა ზარდიაშვილს კი საქართველოში სავარაუდოდ 27 ივნისს გადმოასვენებენ. ზარდიაშვილის გადმოსვენების ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს. 23 წლის ახალგაზრდა ბალტიმორში თანამშრომელმა მოკლა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით მათ შორის შელაპარაკება მოხდა. მკვლელმა ზარდიაშვილს სასიკვდილო ჭრილობა კისრის და მუცლის არეში მიაყენა. ნარიყალაზე ახალი საბაგიროთი მგზავრობა მოსწავლეთათვის უფასოა. ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტს დღეიდან რიყის პარკისა და ნარიყალას ციხესიმაგრის ერთმანეთთან დამაკავშირებელი საბაგირო შეემატა, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისის მერმა გიგი უგულავამ დიდგორის რაიონში მცხოვრებ ბავშვებთან ერთად დაათვალიერა. საბაგირო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აშენდა, ის უსაფრთხოა და მგზავრებს ორივე მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მოემსახურება. გზის სიგრძე 500 მეტრია. საბაგირო 7 გონდოლას მოიცავს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც არის გათვლილი. მგზავრობის დროს სტუდენტები, მასწავლებლები, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები ნახევარფასად, ხოლო სკოლის მოსწავლეები და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანები უფასოდ იმგზავრებენ. ამის რეაბილიტაცია ჩვენი პროგრამით ახალი საბაგირო საშუალებით ადამიანს შეუძლია ამოვიდეს უკვე აქ ნარიყალაზე. ნარიყალადან აქ არის საფეხმავლო ბილიკი, რომლითაც მამა დავითისა და
მთაწმინდის პარკისკენ არის შესაძლებელი წასვლა და რაც მთავარია, ახალი შესასვლელი წარმოიქმნა ბოტანიკურ ბაღში. რეალურად ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი კარიბჭე, იმიტომ რომ ცენტრალური შესასვლელი ბოტანიკურის აღმართიდან ცოტა მანქანას იტევს და ჩვენ გვინდა რომ პრინციპში უფრო საფეხმავლო ქუჩა გახდეს. საბაგირო იმუშავებს ყოველ დღე დილის 11 საათიდან საღამოს 11 საათამდე. მგზავრობის ღირებულება იქნება 1 ლარი და ასევე შეღავათები დღეს თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტის სარგებლობის შეღავათებით ყველას იქნება 50% ფასდაკლება და ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის იქნება უფასო, რომლებიც გამოიყენებენ სპეციალურ სატრანსპორტო გვარათებს. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 18 წლისაა. ამ თარიღთან დაკავშირებით სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრში სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა. გამოიფინა სამსახურის 18 წლიანი ისტორიის ამსახველი ფოტოებიც. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა ზრუნველობა მოკლებულ ბავშვებსაც უმასპინძლეს და მათ სამსახურის ახლად გარემონტებული სპორტული დარბაზები დაათვალიერებინეს. ღონისძიების ბოლოს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის 12 თანამშრომელი დაჯილდოვდა. ზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს კი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 18 წელია უკვე სამსახური არსებობს, სამსახური შედგა, არის თავის ტრადიციები აქვს სამსახურს. მათ შორის ერთ-ერთი ტრადიცია ჩვენაც დამოუკიდებლად არის ბავშვთა სახლის აღსაძლებლის ჩვენთან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა და იმ შემთხვევაში თუ ისინი მე განაცხადებენ მზადყოფნას გააგრძელონ მუშაობა საკონტრაქტო სამსახურში ვიღებთ მალს. კარგია დარბაზები, მაგრამ მოწოს 18 წელს გავხდები მოვალ აქ შეიძლება. უნდა ვიქროაზე. აქ რომ მოვედით თითო სიტუაციაც კარგად დაგვხდნენ. შემოვედი დარბაზში, ეცდა წავივარჯიშეთ და რა ვიცი, კარგი დროს ვატარებ. ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელები ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს არაობიექტურს და არასწორს უწოდებენ. კვლევის შედეგებით უკმაყოფილო ბიზნესმენებმა პრაიმ ტაიმის პრეს-კლუბში საგანგებო პრეს-კონფერენციაზე ისაუბრეს. კომპანიების პირველი პირების განცხადებით დოკუმენტში მოყვანილი ციფრები აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება. ორგანიზაციამ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზართან დაკავშირებით კვლევის შედეგები გუშინ გამოაქვეყნა. ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის შედეგებს ჩვენ არ ვეთანხმებით, თვლით რომ ეს არის არასწორი, არაობიექტური და არ ვეთანხმებით იმას, რომ საქართველოში თითქოს არის 102% დარიცხვა მედიკამენტებზე, ეს არის აბსურდი, რეალურად არის 25-30%. მეორე რიგში არ ვეთანხმებით იმ მონაცემებს, თითქოს ფარმაცევტული ბაზარი არის 900 მილიონ ლარზე მეტი, ადგილობრივი წარმოება 90 მილიონ ლარზე მეტი. ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო ტექნოლოგიების ლაბორატორიული აღჭურვილობისა და სტომატოლოგიის მე-12 საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა. საგამოფენო სივრცე ექსპო ჯორჯიაში ამერიკისა და ევროპის 100-მდე წამყვანმა კომპანიამ ჰოსპიტალური, ლაბორატორიული, დიაგნოსტიკური და უახლესი ფარმაცევტული პროდუქცია წარადგინეს. ზურაბ ჭიაბერაშვილი მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრა და წარმოდგენილ პროდუქციას დეტალურად გაეცნო. სამედიცინო პროფილის სპეციალისტებმა კი მასტერ-კლასებიც ჩაატარეს და დამთვალიერებლებს პროფესიული კონსულტაციებიც გაუწიეს. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ქონდეს იმის განცდა, რომ როდესაც ის მიდის ახლად აშენებულ, ახლად გარემონტებულ საავადმყოფოში, მას თანამედროვე ტექნიკით, თანამედროვე აპარატურით და რაც თავარია, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ემსახურება და ამიტომ ამ ტიპის გამოფენების მოწყობა, როდესაც სამედიცინო პერსონალი, ექიმები, თვითონ ჰოსპიტალების და საავადმყოფოების მენეჯერები ეცნობიან ამ ტექნიკას, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კომპანია KPI Georgia წარმოადგენილი იყო აქ ჰოლანდიური, იტალიური, ფრანგული, იაპონური ბრენდებით, რომელიც ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ქართველ მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით თანამედროვე ახალდაშენებული კლინიკებისთვის. ჩვენ მოხაროლები ვართ, რომ საშუალება გვეძლევა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები გავაცნოთ ჩვენ მომხმარებლებს. ყველა სტუმარს ჩვენი კომპანია უფასოდ საშუალებას აძლევს უფასოდ გააკეთოს წნევის და წონის გაზომვა თანამედროვე ტექნოლოგიებით.
პარაგვაის კონგრესი ქვეყნის პირველ პირს იმპიჩმენტს უცხადებს. პრეზიდენტის გადაყენების შემდეგ პირველი პირის მოვალეობას დროებით ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკო ფრანკო ასრულებს. ფერნანდო ლუგოს წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა კონგრესის ორივე პალატამ ხუთშაბათს დაიწყო. კანონმდებლებმა პრეზიდენტი ფერმერების აქციის დაშლის დროს უხეშ დარღვევებში დაადანაშაულეს. მათი მტკიცებით პოლიციამ აქციის დარბევის დროს განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თავად ლუგო ყველა ბრალდებას უარყოფს და იმპიჩმენტს სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს. ევროპის 9 წამყვანი სახელმწიფოს ლიდერები იტალიის პარლამენტში შეიკრიბნენ გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების ლიდერებმა კრიზისის დაძლევისთვის დამატებით 130 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხზე და ევროპის ახალ საგადასახადო სისტემაზე იმშელეს. ლიდერების მოლაპარაკება განიხილება როგორც ევროპის სამიტის მოსამზადებელი რაუნდი. მომავალ კვირას ევროკავშირის ყველა ქვეყნის ლიდერის შეხვედრაა დაგეგმილი. რამდენიმე საათის წინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა ინდონეზიის სანაპიროებთან. ეპიცენტრში ბიძგების სიმძლავრემ 5.9 ბალი შეადგინა. შეერთებული შტატების მეტეოროლოგიისა და გეოფიზიკის სამსახურის ინფორმაციით, ცუნამის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. ინდონეზია წყნარი ოკეანის ეგრეთ წოდებული ცეცხლოვანი წრის შემადგენლობაში შედის. მიწისძვრები, ცუნამი და ვულკანები იქ იშვიათობას არ წარმოადგენს. კოლორადო შტატში მეხუთე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვიან. ბოლო ინფორმაციით სტიქიის ზონიდან 1300 ადამიანია ევაკუირებული. ხანძრის ლოკალიზებას ძლიერი ქარი აფერხებს. ქარის სიჩქარე საათში 80 კილომეტრს აჭარბებს. ძლიერი ხანძარია იუტას შტატში, სადაც სამაშველო ოპერაციაში ავიაცია ჩაერთო. მთიან რეგიონში მოსახლეობის ევაკუაციისათვის ემზადებიან. სატრანსპორტო ქაოსი ლონდონში. ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ. ერთ დღიან გაფიცვაში 17 სატრანსპორტო კომპანია და 300 მძღოლი მონაწილეობდა, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების 80%-ში ადგენს. მომიტინგეთა უკმაყოფილება ოლიმპიურმა სუბსიდიებმა გამოიწვია. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, რომელიც მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართა, აღნიშნა, რომ დიდ სიცხეებში ყვითელი სამარშრუტო ტაქსით გზავრობა გაუსაძლისია. ბენზინის დაზოგვის მიზნით მძღოლები არ ამუშავებენ კონდიციონერს. პაატა ჯიბლაძე მიმართავს თბილისის მერიას გამოყონ დამატებითი სახსრები, რათა მგზავრებმა ზაფხულის ცხელდღეებში ნორმალურ პირობებში იმგზავრონ. ახალი მიკროავტობუსები კომფორტულად უნდა მომსახურებოდნენ დედაქალაქის მაცხოვრებლებს და მის სტუმრებს და ზაფხულის თვეებში ჩართული იქნებოდა კონდიცირებული, ანუ გრილი ჰაერი იქნებოდა. მე მინდა მოუწოდო თბილისის მიკროავტობუსს შარანგიას სააკაშვილს აიძულონ მათ კონტროლ ქვეშ მყოფი აი ეს საწარმო, რომ დააკლონ გეგმა მძღოლებს, არ შეატანინონ აი ეს დიდი თანხები და თბილისელებს მინდა ვთხოვო იმ მიკროავტობუსებში, სადაც არ იქნება ჩართული კონდიცირებული ჰაერი, კეთილი ინებონ და არ გადაიხადონ აი ეს 80 თეთრის გადასახადი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი Facebook-ის ქართული თამაშის პირველი ეტაპი დასრულებულია. მინისტრის მოადგილემ დღეს მეღვინეს 3 გამარჯვებული გამოავლინა და მათ სპეციალური საჩუქრები გადასცა. თამაში Facebook-ზე 21 მაისიდან დაიწყო და მას უკვე 20,000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. 3 თვის განმავლობაში ონლაინ თამაში შეჯიბრის სახე ექნება და 3 ეტაპად გაგრძელდება. ამ თამაშის მიზანი იყო, რომ მოხდარიყო ქართული ღვინის პოპულარიზაცია როგორც საზღვროს გარეთ, აგრეთვე საქართველოში, რადგანაც ის უნიკალურობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ჩვენ აგრეთვე გვინდა, რომ მოსახლეობამაც იცოდეს. გამოცხადებისთანავე დავინტერესდი, იმიტომ რომ ცოტა აზარტულიც ვარ, ღვინოც მიყვარს და მაინტერესებდა, რისთვისაც დიდ მადლობას გადავხდი სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე travel shops, რომელმაც დამაჯილდოვა პირველი ადგილით და მიმგზავრები ანტალიაში. მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორის კვირეული დასრულებულია. კვირეული თბილისის პროკურატურაში 13 ივნისს დაიწყო. დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში თბილისისა და რუსთავის სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან მოწვეულ მოსწავლეებს ოსკაროსანი ფილმი „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“ უჩვენეს. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი საქართველოს პროკურატურის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სისხლის სამართლის საქმის მსვლელობის დროს მოწმეებისა და დაზარალებულებისადმი სამართლიანი და ღირსეული მოპყრობა უზრუნველყოს და მათი საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
ინაჩვენებას და დისკუსიას ესწრებოდნენ ლიდერთა სახლისა მოსწავლეები და კოორდინატორები. დისკუსია იყო თემაზე, რა არის ზოგადად ადამიანში აგრესიული ქცევის მიზეზი, რა შეიძლება იყოს ანტისაზოგადოებრივი ქცევის განმაპირობებელი და რეაბილიტაციის რა ფორმები შეიძლება იქნეს შეთავაზებული ასეთი ტიპის მოზარდების მიმართ. ეს თემატიკა ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და ასე დავასრულეთ ჩვენ მოწმესა და დაზრალებულის კოორდინატორების სამსახურისადმი მიძღვნილი კვირეული. ამ ფილმის ანახავად ჩამგვიყვანეს რუსთავიდან ლიდერთა სახლის ბავშვები, რომელიც აქტიურად ვართ ჩართული მრავალ სხვადასხვა საინტერესო პროექტებში. ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს დადგენილებით საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის ხელმძღვანელს კი ქართველი მეცნიერების ხელშეწყობის საქმეში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელი გადასცეს. როლფ ჰოიერმა საჯარო ლექცია თემაზე ფუნდამენტური კვლევები ბირთვულ კვლევების ევროპულ ორგანიზაცია CERN-ში წაიკითხა. ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი, სტუდენტები, აკადემიური წრეების და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა CERN-თან და იმედი გვაქვს რომ ეს კიდე გაგრძელდება. დღეს იქნება ასეთი ლექცია, რომელიც არის როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორისთვის და იმედი მაქვს რომ საინტერესოა, იმიტომ რომ ესეთი მასშტაბის და კალიბრის მეცნიერი და ესეთი ექსპერიმენტის ჩამტარებელი ძალიან იშვიათად ჩამოდის ჩვენთან. ეს იქნება 30 წუთიანი ლექცია, რომლის ერთი ნაწილი შეეხება CERN-ის პრეზენტაციას. თუ რას აკეთებს ეს ორგანიზაცია, რა არის მისი პრიორიტეტები. მეორე ნაწილი კი იქნება კოლაიდერების პროექტზე მიმდინარე ექსპერიმენტების განხილვა. სწორედ CERN-ის კოლაიდერში ქართველი მეცნიერები არიან საკმაოდ მძლავრად წარმოდგენილები, როგორც რაოდენობრივად, ასევე ძალიან წამყვან პოზიციები უჭირავთ მათ. ძალიან საინტერესო ლექცია არის, ამაში თავად დარწმუნდებით. ვფიქრობ, ყველასთვის არის პატივი და საინტერესო ამ ადამიანის მოსმენა. თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტების გამოფენა კონკურსი თემაზე განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის გამოყენება ქარვასლაში. სავაჭრო ცენტრში გამარჯვებულთა დაჯილდოებაც გაიმართა. კონკურსზე გამოფენილი იყო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების პლაკატები. საუკეთესო პლაკატის ავტორი სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. დაჯილდოების ცერემონიალი ყოველწლიური ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ენერგეტიკული კვირეული საქართველოში მესამედ ტარდება, თუმცა ღონისძიება, როდესაც ენერგეტიკულ კვირეულში აქტიურად ჩაერთვნენ ხელოვანი, ანუ სამხატვრო აკადემიის დიზაინის მიმართულების ახალგაზრდები ეს პირველად ხდება და ჩვენი იდეოლოგია, ანუ იდეოლოგია სუფთა ენერგეტიკის შესახებ მათ გადავეცით, რათა თვალისთვის და ფართო საზოგადოებისთვის უფრო მიმზიდველი ვიზუალი მიეცათ. დავიკავე პირველი ადგილი და ძალიან მიხარია. ზოგადად კონკურსი იყო ენერგოეფექტურობის სწორად გამოყენებაზე და რომელიც ჩაატარა ენერგოეფექტურობის ცენტრმა. რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი თავად ამ ორგანიზაციას. შიტორიუ კარედოს მერვე დანის მფლობელი იტალიელი ოსტატი საქართველოში სენსეი ფაბრიციო გრიზონიმ ქართულ პროფესიონალ და დამწყებ კარატისტებთან ერთად სემინარები გამართა. დიღომში მდებარე ჩოჩიშვილის სახელობის დარბაზში საჩვენებელი ბრძოლებიც მოეწყო. შეხვედრის დასასრულს პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც იტალია საქართველოს კარატეს ფედერაციების სამომავლო გეგმები განიხილეს. რა ურთიერთობები გაქვთ და მე კიდე გადავალთ სიტყვაზე. ლაშა კოდუა ჩემთან 2009 წელს ჩამოვიდა და პირველივე დღიდან მტკიცე მეგობრობა ჩამომიყალიბდა მასთან. სწორედ მისი თხოვნით თუ არა აქ და ვხედავ რომ პერსპექტიული მომავალი თაობა იზრდება. ბავშვები ძალიან ზრდილობიანი, დაკვირვებული და ყურადღებიანები არიან, რაც რა თქმა უნდა მათი სენსეის დამსახურებაა. ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. გეგმავთ ერთობლივ ვიზიტს ესპანეთში, სადაც ჩემს პირად სენსეის მოვინახულებთ და ერთობლივ ვარჯიშებს გავმართავ. დღეს მე ძალიან ისეთი მოხარული ვარ, რომ ეს წარმატებით სრულდება, უბრალოდ მიმდინარეობს კიდევ დღეს საღამოსაც გვაქვს ვარჯიშები, ხვალ დილითაც გვაქვს ინსტრუქტორებთან ეს ვარჯიშები ჩატარდება და მე მგონი ეს დიდად წაადგება ჩვენ სპორტსმენებს. დღის მნიშვნელოვან მოვლენებს 19 საათზე შევაჯამებთ. დროებით გემშვიდობებით.